აი ხა ყველა შევზიზღდები. ყოველ დღე მიწევს მაგ შიშთან გამკლავები. ვაიმე ხახლა ინგლისურზე რო იცოდეთ რა დამემართა. დრო რო პაუზდებოდეს. მე თავს მოვიკლავ გეფიცებით. მშვიდობის მეგობრებო. დღეს გაჩვენებთ აბიტურიენტების ნამდვილ სახეს, იმიტომ რომ სამივე მასწავლებელმა ჩამისვა ერთ დღეს. ჯერ დილას მივიდივართ ახლა ისტორიაზე, 10-ზე უნდა ვიყო იქ. და მერე მივიდივართ ინგლისურზე. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ვიდეო, რადგან გუშინ ChatGPT-ს ვთხოვე, რომ დაეწერა ჩემთვის შეკითხვები, რაზეც პასუხი თქვენთვის საინტერესო იქნებოდა ჩემგან. ხო და ეხლა გავსვამ მაგ კითხვებს პასუხს. ამოვარჩიე რა თქმა უნდა რაღაცა რაოდენობა. პირველი შეკითხვა არის ძალიან მაგარი. რა არისო შენი ბავშვობის ყველაზე მაგარი მოგონებაო, რა ყველაზე ტკბილი მოგონებაო? ხო და ძალიან ახლა ხომ ანუ ესე რომელი ერთი გავიხსენო არ ვიცი ახლა დილაუთენიათან არის არაფერი მაგონდება სიმართლე რა გითხრათ ერთ-ერთი პირველი მოგონება არის მოკლედ მახსოვს რომ ალუფალს მაჭყვანდნენ ერთემ და მამაჩემი რაღაცა ძალიან მხიარული და ძალიან კაი მოგონება არის კიდე ის მოგონება მიყვარს მაგალითად ჩემს დროს რომ მოყავდი ხოლმე სკოლიდან კიდე ერთი არის კარჩი ბებეჩემა მაშინ პატარა ვიყავი და დამბანა რა სადღაც ვიყავი 3-4 წლის და ანუ შემთხვევით ფეხი გავკარდა ძველი სარაფანა ეცვარა და გავხიერე და ბაიმე მეთქი რა ანუ შევიცხადე ეს და ბებეჩემაც შეიფერა რა ხო და ვეუბნები რომ მეთქი არ უშავს ვეთქი მამას ვეტყო და გიგედის ყრიბი ჩემს ხარაშენ იდე შენს პირველ ხელფასზე და ვაპირებ რომ ჩემი პირველი ხელფასი რომ მეკნება ბებეჩემს უკვე გავა რომელი სამი სიტყვით აღწერდიო საკუთარ თავს სამ სიტყვამდე როგორ ჩამოვიყვანო მე ისეთი აღუწერე დეპრესიული ხიარული და ჭკვიანი რა არის შენი ყველაზე დიდი ფობია ჩემი ყველაზე დიდი ფობია. რამოდენიმე ფობია მაქვს სხვათა შორის ძალიან ისეთი. სიმღერის შიში მქონდა და დავძლია მეტნაკლებად. კიდევ სიმაღლის შიში მაგაც რაღაც დონეზე დაძლეული მაქვს, თუმცა სრულად ვერასოდეს ვერ დაძლევთ ფობიას ჩემი განმასახელიდან. ყველაზე დიდი შიში არის ძაღლების ხალხმა, იმიტომ რომ ბავშვობ პატარა რო ვიყავი, ჩემი ძალიან დიდი ძაღლი შემომახდა. ყოველ დღე მიწევს მაგ შიშთან გამკლავება. გარეთ ძალიან ვერ ქუჩის ძაღლები არიან. რომელია შენი ყველაზე კარგი თვისებაო რა, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენშიო. ხო და მე მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ ხიარული ვარ. შემიძლია მაგის მეშვეობით ვადაპტირდა სიტუაციაში და ნუ ხალხი გავახალის. მე უცნაური ჩვევა არის. ყოველი წამის მიასეთში აი ესე მანჭვები. მე მგონი რომ ამჯერისთვის სულ ეს იყო და ახლა უნდა გავიქცე ისტორიაზე. გამოვიყურები, ქართული კლასიკური ფასაცმელია და წავედით. მოკლედ ძალიან ადრე მომიწია მოსვლა, იმედია მანქანების ხმა არ ისმის, მაგიტომ მიკროფონი წამოვიღე. შემდეგი შეკითხვა არის, რაზე ლაპარაკი შეგიძლია საათობით. აი ხა ყველა შევზიზღდები. პოლიტიკაზე ხალხთა პოლიტიკაზე შემიძლია ვილაპარაკო, აი უსასრულოდ პოლიტიკაზე და ისტორიაზე. თუ შეგიძლია რომ თელი ცხოვრება ერთი გადაწება გქონდეს, რომ რა იქნებოდაო და ძალიან რთული არის ეგრე ამორჩევა რა. ალბათობით წერით. ხო, წერით ვიქნებოდი და ისტორიის კითხვით აუცილებლად დაკავებული მთელი ცხოვრება რომ შემეძლოს. ნუ ეს ბანალური კითხვა აქაც არის, შენი საყვარელი ფერი და რატომო? ხალხმა ჩემი საყვარელი ფერი არის შავი. ძირითად შემთხვევაში რა. შეიძლება კიდევ შინდის ფერიც მომწონს სხვათა შორის, იმიტომ რომ მუქი ფერებისკენ მაქვს მიძრეკილება, ზოგადად სამყაროსაც უფრო მუქ ფერებში ვხედავ სიმართლე რა გითხრათ. და კიდევ ერთი რატომაც რომ მიხდება ორივე ფერი, ხო? რატო არა? ვარდისფერიც მიყვარს. ვარდისფერი იმიტომ მიყვარს, რომ ბავშვობიდან ჩემი ოთახი იყო ვარდისფერი. რომელ წიგნში ან ფილმში ვიცხოვრებდი? აუ ძალიან რთული საკითხი არის ეგ. სიმართლე გითხრათ, აი სერიალებში გეტყვით, რომ Big Bang Theory-ში ვიცხოვრობდი ძალიან დიდი სიამოვნებით ამ Friends-ში, იმიტომ How I Met Your Mother-საც ძალიან მიყვარს, ან ძირითადად კომედიური ჟანრის სერიალებს ვუყურებ. წიგნს რაც შეეხება, ანუ აი რაც არ უნდა ეხლა ძალიან ისე შეხედეს ლაშარელაში, ვინც არის ლაშარელა არის ისტორიული რომანი, რომელიც არის ლაშა გიორგიზე, ანუ თამარ მეფიშვილზე და ძალიან მიყვარს. რომელ ქვეყანაში წავიდოდი უმიზედო წავიდოდი ხალხთა, აი ახლა უცებ მანჰეტენზე გავჩნდებოდი, ამერიკაში წავიდოდი რა. ეხლა წავედი. და კიდევ დაგვრჩა 5 შეკითხვა. სახლში რო დავბრუნდები, მერე იპასუხებთ მაგაზეც. ვაიმე ხახლა ინგლისურზე რო იცოდეთ რა დამემართა. მოკლედ, რაღაცა წასაკითხს გადავუღე ფოტო რა, რომელიც უნდა გვესწავლა. ხო, ეგ დამოვიწყოთ. მე წავიკითხე სანამ ისტორიაზე შევიდოდი. ეხლაც გადავიკითხავ და მოვუყვები ხარ აღარ უსაშველო ეგეთი ხო? მედია ვინმე ნაცნობ არ გაიარა და ასე არ დამინახა, თორემ მე თავს მოვიკლავ გეფიცებით. ეს
ვიყიდე ერთჯერადი სუპი. ახლა ეს უნდა შევჭამო, დავისვენო ცოტა საათნახევარი მაქვს რა და გავარდე მე ქართულზე. რაღაც 15 წუთი დამჭა, სანამ ქართულზე გავალ და უპასუხებ დანარჩენ შეკითხვებს. რომელ ფილმს ან სერიალს უყურე ყველაზე ხშირადო? ეგ საინტერესო არის. How I Met Your Mother-ს უყურებ ხოლმე თავიდან ყოველთვის, იმიტომ რომ სიგიჟეები ხდება შიგნით, რომანტიკული ფილმია და მოდი არ ვიტყვი. კიდე ერთი, ორი შემძლებრიუსი. თუ ერთი დღე ცნობილი ადამიანი იქნებოდი, ვინ იქნებოდიო და მე ვიქნებოდი მე პირადად ჯენიფერ ენისტონი. არ ვიცი, რატომღაც მაინტერესებს მისი ცხოვრება. კიდევ რომელიმე ისტორიული პერსონაჟი ვიქნებოდი. მარიამ დედოფალი, ვინც არიცით გულისხმობ დავით აღმაშენებლის მამიდას. ძალიან მაგარი ხალი იყო, მე რა ცოტა ჩაგუგლეთ და ნახეთ, იმიტომ რომ ქალი მთელ ბიზანტიას აი ესე ატრიალებდა. ისევ ბანალური შეკითხვა, რომელიც სუპერზალა მინდა რომ მქონდეს. ტელეპორტაციის სუპერზალა იქნებოდა უმაგრესი და დრო რომ პაუზდებოდეს. აი ეგ არის ძალიან მაგარი რამ. დროც და ხალხიც დროსთან ერთად. რამ გიბიძგა YouTube-ის დაწყებამდე? YouTube-ის დაწყებამ მიბიძგა აი ძველმა YouTuber-ებმა, ჩემ ბავშვობის დროინდელებმა გოგოებმა, რომლებიც მაშინ აპარებდნენ გამოცდებს, რაღაცა წერდნენ ვიდეოებს, ვლოგებს, სხვადასხვა რაღაცა ესე გამოშტერებული უყურებდი ხოლმე დიდი გოგოებს, როგორ აი რაღაცა იკრასკებოდნენ, მიდიოდნენ სკოლაში და ძალიან მაგარი იყო. და შეკითხვა იყო, რომელი იყო ყველაზე საყვარელი გადასაღები ვიდეო. ხო და ალბათ წინა ვიდეო, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად ჩავწერე. მე დავძენ იმას, რომ ვცდილობ ხოლმე რომ ვიდეოები არ გამოვიდეს დიდი, იმიტომ რომ როდესაც ვიდეოს აწერი 10 წუთი, შესაბამისად არ რთავთ რა. არა და ის 10 წუთი რომ დავფიქრდეთ დიდი არაფერი არ არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცებს ეზარებათ ამის ყურება, ამიტომ ვაჩქარებ ხოლმე ჩემს ხმას. შეიძლება არ არის კომფორტული, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. ხო, და კიდევ ერთი იქნებ 50 გამომწერზე მაინც ავიდეთ. ეს არის უბრალოდ პატარა თიკოს სურვილი და მე მას უსრულებ თავის სურვილს, ასე რომ გთხოვთ დამეხმარეთ. როგორც მიხდოდით გამოვიცვალე, ეხლა ჩავიცმარ სპორტულ ფეხსაცმელს და წავალ. მეგობრებო, ეხლა დავუბრუნდი სახლში და ძალიან ცუდად ვარ, გათიშული ვარ. მინდა გთხოვთ, რომ ავიდეთ 50 გამომწერზე მაინც და მოკეთ აქ დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურეთ.